საბავშვო ტელეკომპანია CZ და მისი წამყვანები ანი მსხელაძე და ნიკა სავიაშვილი. დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო სიუჟეტები გვაქვს. არა, ანი? კი, ნამდვილად კარგად იმუშავეს ჩვენმა ჟურნალისტებმა. თანაც ბევრი საზიაბუნდო რა მოხდა. გამარჯობათ, მოგესალმებათ საბავშვო ტელეკომპანია CZ და მის წამყვანი ნიკა სავიაშვილი. 12 იანვარს შედგა ჩვენ სტუდიასთან არსებული საბავშვო მოკლემეტრაჟიანი ფილმების სტუდიის ფილმს სიზმარში დაკარგულები პრემიერა. ძალიან ლამაზი დღე იყო თითოეული ჩვენთაგანისათვის. ოსკარი გადაეცემა ლუკა არსენიშვილს. კინოსცენარი წარმოდგენილი არიან ლუკა არსენიშვილი, ლუკა სიხარულიძე, ჩემი საყვარელები და კარლო თათარაშვილი. ოსკარი გადაეცემა ლუკა სიხარულიძე. I am so happy to be here and I'm amazed at what's going on. And this movie was incredible. The nominees for the best male actor. Mama Katsi. Georgi Kipchidze. Luka Arsenishvili. And Johnny Derderian. And the winner is Johnny Derderian. ნომინაციაზე საუკეთესო რეჟისურა წარდგენილნი არიან ჯარჯი ყიფშიძე და ლუკა სიხარულიძე. ოსკარი გადაეცემა ჯარჯი ყიფშიძე. The candidates are Steven Spielberg, Irakli Lebanidze, and Alfred Hitchcock. And Oscar goes to Irakli Lebanidze. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან უხერხულია ამ ხალხის გვერდზე შემიგვარი, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა ყველას. პირველ რიგში მინდა მოვუხადო მადლობა ჩემ აი ამ მაგარ ნორჩ ყველაზე მაგარ ბავშვებს, რომლებიც მართლა ძალიან მონდომებულები არიან და უყვართ რასაც აკეთებენ და მე მიხარია რომ ამათ ხელმძღვანელ. ჩვენი კორესპონდენტების ჯაჯი ყიფშიძის და ლუკა სიხარულიძის რეპორტაჟი. გამარჯობათ, მოგესალმებათ საბავშვო ტელეკომპანია CZ და მისი წამყვანი ჯაჯი ყიფშიძე და ლუკა სიხარულიძე. ჩვენ ხავიმყოფებით როგორც ხედავთ მანჰეტენზე, ვესტ 34 სტრიტის და მე-5 ავნიუს გადაკვეთაზე. აქ კი მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბილდინგი Empire State Building. Empire State Building-ის აშენება დაიწყო 1929 წელს და დასრულდა 1931 წელს. სულ ამ შენობის აშენება დაჭდა $4,958,900 და ამ შენობების აშენებაში მონაწილეობას იღებდა 3,900 ადამიანი და დღეში ჰქონდათ $5 ხეფას. როგორც ვიცით, იმ დროისთვის $5 იყო ძალიან დიდი, იმიტომ რომ იმ დროს ყველაზე ძვირი იყო ყველი და 1 პაუნდი, რომელიც 1 კილოც არ არის, ღირდა 10 ცენტი და ხალხს უჭირდათ მაგისი ყიდვა. Empire State Building-ის დიზაინზე იზრუნა Art Deco. საბოლოოდ Empire State Building-ი გამოვიდა 453.2 მეტრიანი 100 სართულიანი შენობა, რომელიც 21 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი შენობა იყო. ამ შენობას ძალიან დიდი ისტორია აქვს. 1945 წლის 28 ივლისს დილის 9:20 წუთზე
უამინდობის გამო პატარა თვითმფრინავი დაეჯახა Empire State Building-ს, რომელსაც მართავდა კოლონელ უილიამ სმით ჯუნიორი. ამ ტრაგედიამ იმსხვილპლა 25 კაცი ადამიანი. ყოველ წელს Empire State Building-ში ტარდება მარათონი, რომელშიც მონაწილეობს 50 მოხალისე. ვინც პირველი მიაღწევს ბოლო სართულს, იგი დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით და ფულადი თანხით. გემშვიდობებით. ეს იყო ჯარჯი ყიფშიძე და ლუკა სიხარულიძე ნიუ-იორკიდან. მოვალეს შეხვედრამდე. გემშვიდობებით. ახლა კი ჩვენი განსაკუთრებული კორესპონდენტი კარლო თათარიშვილი. გზნობი არის სიუჟეტით. მაშაზე, კარლო მობძანდი. გავიგე. ვაიმე, ანი, ახლა კი გადმოცემენ, რომ კარლო თათარიშვილი ჯერ ამოსულა სტუდიაში. რას ამბობ, მართლა? გამარჯობათ, მოგესალმება საბავშვო კომპანია სისადღა და მისი წამყვანი კარლო. Quand j'étais petite, je n'étais comme une fleur. J'adorais les mythes, mais tous ces mots me faisaient peur. J'adore mon poisson rouge, il m'apaise jour et nuit. Ils tournent en rond pour moi et je me tais rien que pour lui. J'aime mon jardin de roses, l'odeur me rend heureuse. C'est le silence qui me parle comme si c'était Charles. Quand on fait l'amour, il n'y a pas de discours. Quand on fait l'amour, il n'y a pas de discours. Quand on fait l'amour. Hélas, la vie passe vite, sans qu'on s'en perçoit. Je dépasse les limites, mais je ne parle toujours pas. Je préfère les rites qui contiennent que des gestes, les notes cycles, tout ce qui est en rythme, tout ce qui se passe vite sans qu'on le comprenne, tout ce qui se passe vite sans qu'on le comprenne, sans qu'on le comprenne. მშვიდობებით, მომა შეხვედრამდე. კარგად. ახლა ჩვენი კორესპონდენტები საბა ეფრემიძე და მაგდა გვანერას სიუჟეტი. გამარჯობა. მოგესალმებათ საბავშვო ტელეკომპანია ცისარტყელი და მისი წამყვანები საბა ეფრემიძე და მაგდა გვანერა. დღეს ჩვენ სტუმრად ვიმყოფებით ნანუკა და სალმე რუსიებთან და ვისაუბრებთ ამერიკული სკოლების შესახებ. რომელ სკოლაში დადიხართ? საქართველოში 53 საჯარო სკოლაში დავდიოდით. ეხლა კიდე ამერიკაში მე და სალომე 256 სკოლაში დავდივართ. სწავლა რომელ საათზე გეწყება? ჩვენ სწავლა 8 საათზე გვეწყება. შეგიძლიათ გვაჩვენოთ სახელმძღვანელოები?
მართალია გითხრათ, ყველა სახელმძღვანელოები არა გვაქვს, იმიტომ რომ დავალებას რასაც გვაძლევენ, ის უნდა წამოვიღოთ. აი, აქ მაქვს რამოდენიმე. ეს არის ინგლისური წიგნი, სადაც გვეკეთებინებენ ინგლისურს გვასწავლიან. ეს არის მათემატიკა. და შესაბამისად კიდე გვაქვს ესეთი რვეული, სადაც წერთ დავალებებს. და კიდევ გვაქვს სპეციალური საიტი, სადაც არის მოთხრობა და არის კითხვები, სადაც შეგიძლია პასუხები გასცე და მე ქულებს გაძლევს. ეს ორი წიგნი, რომელიც სალომემ გვანახა ამ წუთას და მეც ახლა განახებთ, არის სპეციალურად მოსამზადებელი state test-ებისთვის. ხალხობთ, ხო? ხო. კი. და ისტორიაშიც აგვაქვს United States ისტორია. და მარტო ამერიკის ისტორია არის? ხო, ჯერჯერობით მერვე კლასი მარტო ამერიკის ისტორიებს სწავლობს. აქ ძალიან ბევრი ექსპერიმენტებია, ძალიან ბევრი საინტერესო და ძალიან კარგი რაღაცები. თქვა მერვე კლასში ჩვენ წინა თვეს ექსპერიმენტი უნდა ჩაგვეტარებინა, უნდა გაგვეჭრა ბაყაყი. მე კიდე ვერტალიეტი უნდა გამეკითხა და რაღაცე გაზომა და ეგეთები. მათემატიკა როგორ გაჭერი? შესვენებები გაქვთ? სხვა შორის არა გვაქვს ჩვენ შესვენებები. ზარი რეკავს და უკვე სხვა გაკვეთილს უნდა შევიდეთ. მაგრამ ლანჩის დროს ჩვენ გვაქვს 30 წუთი შესვენება. მეტი არ. და თან ვაგაკვეთილი გვაქვს ყველა ბავშვს. დაწყებული ისა საბავშვო ბაღიდან ყველას ვაგაკვეთილია. მე საქართველოში ძალიან ბევრს ყვირი ახლა მასწავლებლები და აქ ყვირილის უფლება არა აქვს. აქ პირდაპირ შენი შეაძლევენ ხოლმე. საქართველოში მართალია ძალიან ბევრი მეგობარი შეგიძლია რომ ენდო, მაგრამ აქ არ შეიძლება რომ ენდო, მაგრამ მასწავლებლებზე მაინც არ გეთანხმებით. ძალიან მასწავლებლები აქ არიან უფრო სხვანაირები. ამერიკა არის ძალიან უზარმაზარი country, ქვეყანა და აქ ძალიან ბევრი კარგები არიან და ცუდები. ანუ და უფრო გეუბნებიან რომ გინდა ისწავლე და წარმატებას მიაღწევ. არ გინდა არ დაგატარებ. საქართველოში იმიტომ გიყვნენ რომ ყველა მაგრამ ყველი კაია ბავშვები. კი, ერთი პერიოდი იყო რომ არ ყავდნენ. ერთი მიზნი კარგი არის, იმიტომ რომ უნდათ რომ გაიზარდოთ რაღაცა კარგი სამსახური მიიღოთ და. რომელ გაკვეთილზე არ გიყვართ ყოფნა? მე მათემატიკაზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც არის დასამახსოვრებლები. მე არ არის დასაჯერებელი არ არის, მაგრამ ფიზკულტურა არ მომწონს. იმდენი აჯიმანიები უნდა ირმინო და ამ ბავშვებს კიდე მოსწონთ ეს ფიზკულტურა, მაინც ვერ გავიგე რატო. თბილისში მაინც ერთობით თბილისში და მაგრამ აქ ძალიან იმდენი რაღაცებს გაკეთებინებენ, რომ გოგოებო, ნუ გამაგიჟებთ რა. პირიქით ფიზკულტურა მიყვარს და თქვენ კიდე ჯანსაღი ცხოვრება სად არის? რომელი საგანი გიყვართ ყველაზე მეტად? მე ინგლისური, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცებია სასწავლი და ძალიან საინტერესო დასწავლიან მასწავლებლები ინგლისურს. და მე მათემატიკა მიყვარს, იმიტომ რომ გამოგადგება უფრო მეტად. კლასში რამდენი მასწავლე ყავთ? ძალიან ბევრი. ერთ კლასში 37-38-ია. და ყოფილებია ხო კლასები? კი, პარალელური კლასები ყავს, ორი პარალელური კლასია. და ყველაში არის 38-37 ბავშვი. ბევრ დავალებას გაძლევენ? ბევრ დავალებას, როგორ გითხრა, ყველა საგანში გვაძლევენ ყოველდღე დავალებას, მაგრამ ხა ბევრი არის, იმიტომ რომ მე ყველაფერი ჯამდება ერთმანეთში, უკვე ძალიან ბევრი არის. მაგრამ ამას აი ყველაფერთან ერთად გვაძლევენ პროჯექტებს. მე-5 კლასამდე, მე-4 კლასი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე-4 კლასის ქულები მიდის შემდეგ მე-6 კლასში? არა, მე-7 კლასში უნდა გქონდეს ძალიან კაი ნიშნები, რომ თქვა კარგ ჰაისკულში მოხვდე. კარგ ჰაისკულში უნდა მოხვდე, იმიტომ რომ კარგი ფიჩერი ექნება. და მომავალი მომავალი. შესვენების დროს ბავშვები რო იკრიბებიან ხოლმე, რა თამაშებს თამაშობთ ხოლმე? გაჩნიასაც შევიკრიბებით, იმიტომ რომ თუ თქვა გარეთ
ვიკრიბებით, თქვა სკოლის დროს გვაქვს ლანჩის დროს, გარეთ გავდივართ ხოლმე. და იქ სულ კალათბურთს თამაშობთ ხოლმე. ამერიკაში უფრო თამაშობთ ბიჭები ხან უფრო მეტად და კალათბურთს. და შიგნით სკოლაში რომ ვიკრიბებით ხოლმე, არის თამაში truth or dare. არის რისკი ან სიმართლე. ან სიმართლე რა თქმა უნდა. სიმართლე და რისკი. სიმართლე და რისკი. და გაკვეთილების გაცემა თუ შეგიძლიათ. ერთი რომ ყოლა ციხესიმაგრისავით, ამიტომ ყოლენ კლეტკები და მეორე კიდე რომ გააცდინო, პირდაპირ ურეკავენ მშობლებს, ავტომატიკური ისინია და ველქა შენიშნული არ იყო სკოლაში და ყველანაირად იგებენ, გინდა თუ არა. ყოველდღე დააბიეს სკოლაში. მაგრამ კლასით გაცდება შეიძლება შეუძლია რომ გააცდინო კლასი, მაგრამ middle school-ში ხომ? თუ კლასი გააცდინე, არის პრინციპული დაგიძახებს და ანუ ლექტორი, ხო, დირექტორი დაგიძახებს და ანუ სულ მდგომარეობაში ხარ, მაგრამ high school-ში უკვე რო გადადიხარ უფრო მერვედან მე-12 კლასამდე. იქ იცი როგორ რაღაცაა, თქვა კლასში თქვა აღარ გინდა ყოფნა გამოხვალ. არ იქნები. ასახში წახვალ, როგორც გინდა. არ იქნები რა თუ პოზიციაში. რას გინდა იმას აკეთებ, მაგრამ შენ ნიშანზე იმაშება. მასწავლებელი მკაცრები არიან? არა, მასწავლებლები ისეთი მკაცრები არ არიან, მაგრამ გაძლებენ უფრო გეუბნებიან, რომ თქვა გინდა ისწავლე, თუ არ გინდა არავინ არ გაძარებს. რომ შეგეძლოთ რა შესვლით სკოლებში? მე ჩვენ ყოველ წელს გვაქვს თქვა ერთ-ერთი სტუდენტი ხდება დირექტორი. და შეუძლია შეცვალოს რა წესები. თქვა და ჩვენ თვითონ ვცვლით ხოლმე რა, ვუწერთ ხოლმე წერილებს დირექტორს რომ თქვა ეს მინდა რომ შევცვალო. მე შევცვალე ის რომ თქვა ჯიმის ფიზკულტურის დროს გვაქვს მუსიკა ხოლმე. და შეგვიძლია ხოლმე რომ შევცვალოთ რაც გვინდა. ოღონდ გვაქვს student counselor. ეგ არის თქვა ბავშვი ერთ-ერთი სტუდენტი ხდება კეთისყრარი რა და ირჩევენ ბავშვს და რომელიც ხდება დირექტორი. ამით კი ჩვენი გადაცემა დასრულდა. ბავშვებო, რამე შეკითხვა თუ გექნებოდათ ამერიკულ განათლებაზე, მოგწერეთ და აუცილებლად გიპასუხებთ.